გამარჯობა მეგობრებო, მაშასე პროტოკოლები ჯანმრთელობისთვის. დღეს გაგიზიარებთ ესეთ ძალიან სასარგებლო ტექნიკას, რომელიც 4 ნაბიჯისგან შედგება და სულ გრძელდება 30 წამი. ეს ტექნიკა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მაგალითად რაღაც საქმიანი შეხვედრის წინ, გარკვეული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ. შეხვედრაზე შედიხართ, მოლაპარაკებაზე შედიხართ, ან სულაც მარტო იმყოფებით და შეამჩნიეთ, რომ თქვენი განწყობის შეუსაბამო იმპულსი წამოვიდა, ან და კიდევ შეიძლება ვიღაცასთან ერთად იმყოფებით და ხშირად ადამიანები გარკვეული მოქმედებების მაღალი საუბარით, თუ დაძაბული საუბარით, თუ ყვირილით, თუ ჭუმით ვიზიარებენ ხოლმე თავიანთ არასასიამოვნო მდგომარეობას. აი ამ რეაგირების შეწყვეტის ტექნიკა არის ეს, იმპულსის შეწყვეტის ტექნიკა. მაშასე პირველი ნაბიჯი რაც უნდა გააკეთოთ, არ არის საჭირო რაღაც კონკრეტული პოზის მიღება საამისოდ, იმიტომ რომ ძირითადად ეს ფსიქიკური კონცენტრაციის და კონტროლის დაბრუნების მექანიზმს აღძრავს ორგანიზმში ეს პროტოკოლი და პირველი ნაბიჯი რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის შეჩერდეთ უბრალოდ, მოახდინოთ ყურადღების კონცენტრირება. ამას ჩემს პრაქტიკაში ყველაზე კარგად ახდენს თვალის გაშტერებას რომ ეძახენ, ან რომ უნდა დაბლაროთ. ყველაზე კარგად ეს ტექნიკა ახდენს ჩვენი შინაგანი კონცენტრირების ბუნებრივი ფსიქიკური კონცენტრირების გამოწვევას. პირველი ნაბიჯი არის ეს. თუნდაც იმყოფებით ვიღაცასთან ერთად, ან მარტო იმყოფებით ემზადებით რაღაცისთვის, ამის გაკეთება ყველაზე ადვილი არის ხოლმე, რომ უცებ ადამიანმა თვალი თავარია რომ მოხდეს ასე ვთქვათ დაბლარვა. აი თითქოს ნისლი არის, აი ესეთი გამოსახულება უნდა დააყენოთ. არ არის ამ საჭირო ამ მდგომარეობის შემდგომ გაგრძელება. თავარია რომ მოხდეს ეს მომენტი დაფიქსირდეს, რომ თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ. მეორე ნაბიჯი ეს არის ორგანიზმზე დაკვირვება, ანუ უნდა აღმოაჩინოთ დაძაბულობის ეპიცენტრი. სად არის ეხლა დაძაბულობა ჩემში? გულში, აი ამ მიდამოში, მზის წუნს რო ეძახიან, იმ მიდამოში, გასტროენტეროლოგიურ ზონაში, მაღლა, დაბლა, ფილში, ტვინშია, თუ სად არის ჩემში? შეიძლება რომელიმე სახსახშია, შეიძლება კუნთშია. აღმოაჩინოთ უნდა ეპიცენტრი ორგანიზმში, დაძაბულობის ეპიცენტრი, ანუ სად მდგომარეობს. აქაც არ არის საჭირო რომ გააყრეთ ამის გამოკვლევას და მიზეზობრიობას, საიდან წარმოიქმნა, რისი ბრალია, ვაიმე, ვინმე, არა. უბრალოდ დაფიქსირება რამდენიმე წამის განმავლობაში. მესამე ნაბიჯი. ახდენთ გარემოზე კონცენტრირებას, ანუ კარგი იქნება თუ ხმას გათიშავთ, თუ არ ხერხდება, უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ კონკრეტულად რა ხდება, როგორ ვითარდება მოქმედება, ანუ ვინ რას აკეთებს. ეს ადამიანი არის აქტიური, ეხლა ვიღაც ადამიანი. თუ მარტო იმყოფებით, მაშინ შეიძლება ხმა მოდის საიდანღაც. შეიძლება სიჩუმეა ოთახში, მაგრამ უბრალოდ აი ეს დაკვირვება გარემოზე. შეიძლება თქვენ უბრალოდ რაღაც გაგახსენდეთ და გარემოება მეს არ განაპირობა, მაგრამ გარემოზე კონცენტრაცია საჭიროა იმისთვის, რომ შემდგომ მეოთხე ნაბიჯს კონდეს ეფექტი. შეიძლება გარეთ იმყოფებით ვიღაც ადამიანთან ერთად, რომელმაც მისი რაღაც რეაქტიული მოქმედებით გამოიწვია, დაიყვირა ხმამაღლა, შეიძლება რაღაც ისეთი მოქმედება გააკეთა. თქვენ გიწევთ ამის შინაგანი გამკლავება. არ დაუკვირდეთ შინაარს, რას აკეთებს. უბრალოდ დააკვირდით როგორ მოქმედებს, როგორია ტრაექტორია, შეიძლება ხელებს იქნევს, შეიძლება რაღაც ვთქვათ სადღაც იყურება, შეიძლება სულ სხვის მიმართ აკეთებს ამ მოქმედებას, თქვენ არ გეხებათ, მაგრამ თქვენ მაინც იცავთ. უბრალოდ დააკვირდით გარემოს, მხოლოდ ეს, არ შეხვიდეთ შინაარსში. მეოთხე ნაბიჯი არის თქვენ თავს ეკითხებით. ახლა მე ვრეაგირებ თუ ვირჩევ. პირველი შეჩერებას ახდენთ, ამისთვის საჭიროა თვალის გაბლარვა, რომ ეძახიან თვალის გაშტერებას. მეორე, ახდენთ ორგანიზმზე დაკვირვებას და აღმოაჩენთ ერა დაძაბულობის, თუ სად არის კონკრეტულად რომელ ნაწილში ორგანიზმის დაძაბულობა. მესამე, ახდენთ გარემოზე დაკვირვებას და მეოთხე შეკითხვა საკუთარ თავს. მე ახლა რეაგირებ თუ ვირჩევ. ეს პროტოკოლი აღძრავს თქვენს ფსიქიკაში კონტროლის მექანიზმს, რომელიც გრძელდება გარკვეული პერიოდი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვინმეორებ როგორც გარკვეული საქმიანი შეხვედრის დროს, მოლაპარაკებაზე შედიხართ, შეიძლება კაბინეტში შედიხართ ვინმესთან, შეიძლება ვინმეს ელოდებით, რომ
თან უნდა მოვიდეს და ესაუბროთ რაც საქმიანი საუბარი უნდა გქონდეთ, ანუ ან გარკვეული რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ და ეს ტექნიკა თქვენში იწვევს კონცენტრაციას, სწორი არჩევანის გაკეთებას, სწორი გადაწყვეტილების მიღებას. გისურვებთ წარმატებას და კეთილ დღეობას.